საქართველოში ოკუპაციის კვირეული გრძელდება დღესდღეიდან მოსწავლეები, სტუდენტები და საზოგადოების წარმომადგენლები კოჯოში იუნკერების მემორიალთან შეიკრიბნენ. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნას პატივი მიაგო დედაქალაქის მერმაც. გიგი უგულავამ მემორიალთან გვირგვინი მიიტანა. ოკუპაციის კვირეულის განმავლობაში დღეს სხვა აქციებიც არის დაგეგმილი. ეს იყო დღე, როდესაც ჩვენ ქართველებმა დავადასტურეთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ალექსანდრე ჩხეიძე, რომელიც იყო იუნკერთა სასწავლებლის რექტორი, მან მიიღო ბრძანება, რომ უკან დახევის ბრძანება, მან ითათბირა თავის სტუდენტებთან და ყველამ ერთმანეთს თქვა, რომ თუ ჩვენ დღეს დავიხევდით, ეს იმას ნიშნავდა, რომ თბილისი დაეცემა. თბილისის დაცვა ნიშნავდა საქართველოს დაცვას. თბილისის დაცემა ნიშნავდა საქართველოს დაცემას. ამიტომ იყო გააფრთხილებული ბრძოლა მე-11 არმიის მხრიდან თბილისის სასაგებად და სწორედ ამიტომ იყო თავდადებული ბრძოლა თბილისის დასაცავად. და იუნკერების მაგალითი არის კარგი მაგალითი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და რომ თუ იქნება ერთსულოვნება პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, პოლიტიკურ კლასს, პოლიტიკურ ელიტას და თუ გვეყოლება ისეთი სამხედრო კლასი, რომელიც მაშინ ყავდა, ჩვენ ყველა გამოწვევას გავუწევთ. აქ დაიღუპნენ ისეთი მამაცი ქართველები, ძალიან ბევრი, მაგრამ მათ შორის მინდა გამოვყო შალო ერისთავი, რომელიც ამბრაზურას გადაეფარა და შეტევაზე გადასული თანამებრძოლების სიკვდილის გამეცდა. აქ დაიღუპა გენიალური მარო მაყაშვილი. რაც შეეხება ჩვენს დამოუკიდებლობას ამ თავგაწირული ბრძოლის მიმართ, ეს ჩვენ რა თქმა უნდა აწმოში არ სჭირდება. იმიტომ რომ ეს ბრძოლები იყო მაგალითი მომავალი თაობებისათვის, როგორ უნდა დაიცვა სერდიშენის სამშობლო და რომ მზად არის თითოეული ადამიანი სამშობლოს დაცვისთვის გასცილოს თავი. აი ეს ტერიტორია უკანა მხარე, სადაც შენარჩუნებულიც არის სამგრელი, სადაც ბრძოლის ძველი იყო მთლიანად ფრონტი გახსნილი და ამ ადგილებში მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა, სადაც უდიდესი წვლილი მიიღო ქართველმა იუნკერებმა ამ ბრძოლაში და აი ეს ადგილები მათი სისხლით არის ფაქტიურად შეღებილი, ასე იყო თვითყოფადობის შენარჩუნებაზე, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ ის პირდიტველა ბიჭები, ქართველი იუნკერები, რომლებიც აქ ბრძოლის ველზე დაეცნენ ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში და ის მათი თავდადება შესაბამისად დღესაც ნათელი მაგალითი უნდა იყოს თითოეული ჩვენთაგანისთვის და იმ მომავალი თაობისთვის, თუ როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში თბილისის მერი კოჯოში იმყოფებოდა. გიგი უგულავა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა იმ ადგილას, სადაც იუნკერები მე-11 წითელ არმიას ებრძოდნენ და იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სხვა ტერიტორიები წითელ არმიას დაყრდნობილი ჰქონდა, გადამწყვეტი ბრძოლა სწორედ ყოველთვის ხდება თბილისთან და თბილისისთვის. თბილისის დაცვა ნიშნავდა საქართველოს დაცვას. თბილისის დაცემა ნიშნავდა საქართველოს დაცემას. ამიტომ იყო გააფრთხილებული ბრძოლა მე-11 არმიის მხრიდან თბილისის სასაგებად და სწორედ ამიტომ იყო თავდადებული ბრძოლა თბილისის დასაცავად. და იუნკერების მაგალითი არის კარგი მაგალითი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და რომ თუ იქნება ერთსულოვნება პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, პოლიტიკურ კლასს, პოლიტიკურ ელიტას და თუ გვეყოლება ისეთი სამხედრო კლასი, რომელიც მაშინ ყავდა, ჩვენ ყველა გამოწვევას გავუწევთ. ქართველი იუნკერების თავდადება და მათი ბრძოლა, რომლებიც იბრძოდნენ 1921 წელს რუსეთის ოკუპაციო ჯარის წინააღმდეგ, დღეს ნათელი მაგალითია თითოეული ქართველისთვის, თუ როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი სამშობლო, ვინაიდან დღეს ისევ საოკუპაციო ჯარებს აქვს დაკავებული ჩვენი ტერიტორიები და ჩვენ შესაბამისად ის ნათელი მაგალითი უნდა ავიღოთ ქართველი იუნკერების.